ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამჟამად 6 ბაღის მშენებლობა და 4-ის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს სოფელ ნარაზენში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილესთან ერთად გაიცნო, სადაც 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ზუგდიდში გასულ წელს 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად პროცესს ნარაზენის მეორე ბაღში გავეცანით, სადაც საბავშვო ბაღს სრულ რეაბილიტაციას ვუტარებთ. ზუგდიდის მასშტაბით 6 ბაღის მშენებლობა და 4-ის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაკეთდა ეს ევროსტანდარტების რემონტი და ძალიან უხარია სოფელს და ბავშვები უფრო მეტი მოვა და მეც ექნება მშობელს იმის ხალისი, რომ ასეთ კარგ იმაში გარემოში იზრდებოდეს თავიანთი შვილი.